წამყვანი სახელმწიფოების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის ოსმალეთის იმპერიამ, მათ შორის რუსეთის გასაბჭოებულმა უკვე გაწითლებულმა იმპერიამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა ეს ყველაფერი ესე მარტივად არ მომხდარა. მაშინ ძალიან მაგრად მუშაობდა ქართული დიპლომატიური კორპუსი. ამ განაპირობა ასეთი შეთანხმებული ეფექტიანი მუშაობა მაშინდელი დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ეს განპირობებული იყო ორი მთავარი ფაქტორით. ისინი არ ებრძოდნენ ერთმანეთს, მაშინდელი პარტიები ძირს არ უთხრიდნენ ერთმანეთს, პირიქით ძალიან შეთანხმებულად მუშაობდნენ და საკმაოდ მრავალპარტიული იყო მაშინდელი პოლიტიკოსთა კორპუსი, შედგენილი ერთიანობით იყვნენ სოციალ-დემოკრატები, იყვნენ ეროვნულ-დემოკრატები, იყვნენ სოციალისტ-ფედერალისტები, ანარქისტები, მაგრამ ისინი მიმოწერებიდან და არქივებიდან ირკვევა, რომ რეალურად ბევრად უფრო ხშირად აკრიტიკებდნენ თვითონ შიდა პარტიაში ერთმანეთს, ვიდრე ერთმანეთს. აქ არის საუბარი ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელიც აძლიერებდა მათ ურთიერთობას. აქ არ არის მხოლოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთი კონკრეტული სახელი და გვარი. აქ იყვნენ მაგალითად ალექსანდრე მდივანი, გეგე ჭკორი, რცხილაძე, ანუ ეს უდიდესი პოლიტიკოსები, რომლებიც ურთიერთ შეთანხმებით მაშინდელ პირობებში, როდესაც პატარა სახელმწიფოს ფაქტობრივად ელჩებსაც კი უგზავნიდნენ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს იყო უშუალოდ საქვეყნო მიზანი. არანაირი სხვა ტიპის დაინტერესება ამ ადამიანებს არ გააჩნდათ. არა მაგალითად ის, რომ თუნდაც ფინანსური კომპენსაცია მათ ჩვენი მაშინდელი დიპლომატების თითქმის არც ერთ წარმომადგენელს ოჯახიც კი არ ყავდა თან წაყვანილი, ცხოვრობდნენ საკმაოდ გაჭირვებაში, შეიძლება ითქვას. ფულის სესხება უწევდათ იმ მასპინძელი ქვეყნებისგან ხშირ შემთხვევაში, რომ დაექირავებინათ მაგალითად თარჯიმნები, მაგალითად ალექსანდრე მდივანს საბერძნეთში მოღვაწეობის დროს ქონდა ასეთი შემთხვევები. ანუ ენთუზიაზმის ხარჯზე, საქართველოს სიყვარულის გამო ახერხებდნენ ამ ყველაფრის შენარჩუნებას.